რამდენიმე საათში დაიწყება კოალიცია ცვლილებისთვის ერთ-ერთი ლიდერის ნიკა გვარამიას პროცესი თბილისის საქალაქო სასამართლოში, თუმცა ის ხდომაზე მისვლას არ აპირებს. მას სოცნების პარლამენტში შექმნილი თეა წულუკიანის კომისიაზე გამოუცხადებლობას ედავებიან. ნიკა გვარამიას 30,000 ლარიანი გირაო აქვს შეფარდებული, რომლის გადახდის ვადა 7 ივნის გადის. ამავე საქმეზე ამ კოალიციის ორი ლიდერი ზურაბ გირჩი-ჯაფარიძე და ნიკა მელია უკვე დაკავებულია. პირველი კი თავდაცვის ყოფილი მინისტრი ირაკლი ოქრუაშვილი დააკავეს. ქეთი ნადიბაიძე მოგვიყვება რა იქნება დღევანდელ პროცესზე და რას აპირებს ნიკა გვარამია. სანამ ამ პროცესთან დაკავშირებით მოგიყვებით, გეტყვით რომ რუსთავის ციხესთან ვიმყოფებით ახლა, სადაც ნიკა მელიას და მისი ერთი ადვოკატი არის შესული ბექა ბასილაია, რამდენიმე წუთში ველოდებით მეორე ადვოკატსაც და ცოტა ხანში საზოგადოებისთვის ნიკა მელიას გზავნილები იქნება ცნობილი, რომელსაც ვიზიტის პირველ დღეს მისი ადვოკატები გამოიტანენ. უკვე ამ ციხეში ამ პარტიის ორი ლიდერი იმყოფება, ერთი და იგივე საქმეზე, წულუკიანის კომისიის საქმეზე. ზურაბ ჯაფარიძე, ნიკა მელია და ამ პარტიის წევრები ელოდებიან, რომ უახლეს დღეებში მათი პარტიის კიდევ ერთი ლიდერი აღმოჩნდება ამავე ციხის გისოსებს. მიღმა საუბარია ნიკა გვარამიაზე, რომლის სასამართლოს ხდომა წულუკიანის კომისიის საქმესთან დაკავშირებით ჩანიშნული არის დღეს თბილისის საქალაქო სასამართლოში. დღეს იწყება არსებითი განხილვები ნიკა გვარამიას ამ საქმეზე, თუმცა დღესვე არ მოითხოვს პროკურატურა საპატიმრო აღკვეთ ღონისძიებას მასთან დაკავშირებით, რადგან 7 ივნის ეწურება ნიკა გვარამიას 30,000 ლარიანი გირაოს გადახდის ვადა, რაც ნიშნავს იმას, რომ ჯერჯერობით დღეები კიდევ არის დარჩენილი და პროკურატურა დიდი ალბათობით დაელოდება ვადის ამოწურვას და ამის შემდეგ დააყენებს აღკვეთი ღონისძიების ცვლილების საკითხს. ნიკა გვარამიას გადაწყვეტილება მიღებული აქვს, რომელიც საზოგადოებისთვის ცნობილია, რომ ის არ აპირებს ამ გირაოს გადახდას და ისიც უკვე აანონსებს, რომ ელოდება იგივე სცენარს მის პატიმრობასთან დაკავშირებით, როგორც ეს მოხდა მისივე თანაპარტიელების ნიკა მელიას და ზურაბ ჯაფარიძის შემთხვევაში. ეგრეთ წოდებულმა ხელისუფლებამ ქართულ მოცემულს სამიზნეში ამოიღო ის ადამიანები, რომლებიც ამ პერიოდის განმავლობაში 2024 წელს გაყალბებული არჩევნების შემდგომ უკვე არიან თანამდებობები, მათ შორის პარლამენტში არ შესვლა, დაფინანსების არ მიღება, საგამოძიებო კომისიაზე, რომელიც არაკონსტიტუციური არის, არ მისვლა, გირაოს არ გადახდა, თვითმმართველობის არჩევნებზე პირდაპირ თქმა, რომ ისინი არ მონაწილეობენ და არ თანამშრომლობენ რეჟიმთან, ასეთი ხალხი ამოიღო სამიზნეში ქართულმა ოცნებამ და დღეს ხედავთ, რომ მათ შორის ჩვენი კოალიციის ორი ლიდერი იმყოფება ციხეში და მესამეც რამოდენიმე დღეში აღმოჩნდება იქ, სადაც ნიკა მელია და ზურაბ ჯაფარიძე არიან. დაწყებულია რეპრესიების ახალი ტალღა, რომლის ფარგლებშიც უკვე პოლიტიკური ლიდერების გამოკეტვა დაიწყეს ციხეებში და ამ რეპრესიების საფუძვლად გამოიყენეს არალეგიტიმური პარლამენტის არარსებული კომისიაზე არ მისვლა. დღეს ნიკა გვარამიას ხდომის არსებითი, საქმის არსებითი განხილვა ეს ისეთივე აბსურდული საქმეა, რომ და ნონსენსი, როგორც არაერთი მოქალაქის, სამოქალაქო აქტივისტის და ჩვენი დღევანდელი პოლიტიკური ტყვის აბსურდული საქმე. აღნიშნული საქმის მიზანს წარმოადგენს სწორედ რეპრესიები და ამ შემთხვევაში უკვე პოლიტიკურ ლიდერებზე რეპრესიები, რასთან დაკავშირებით, რაც არის ძალიან დიდი სიგნალი საერთაშორისო პარტნიორებისათვის. ბატონ გიორგი. როგორც გითხარით, ნიკა მელიას ერთი ადვოკატი უკვე ბრალდებულთან იმყოფება ციხეში, ბექა ბასილაია, აი ახლა ის წუთია მოვიდა გიორგი კონდახიშვილის, მოგესალმებით ბატონო გიორგი. პირდაპირ ეთერში ვმუშაობთ და სანამ შევძანდებით კითხვებს დაგისვამთ, პირველ რიგში მინდა გითხოთ, პირველი ვიზიტი არის მას შემდეგ, რაც რუსთავში გადმოიყვანეს ნიკა მელია. გითხარით, რა გეგმით შედიხართ დღეს ციხეში? პირველ რიგში მოვინახულებ ნიკას, მასთან რაღაც გარკვეული სამართლებრივი პოზიციები უნდა შევაჯერო, მაგრამ ყველაზე მთავარი მე მინდა გამოვიხმაურო საქართველოს პრემიერ-მინისტრის და უმრავლესობის ლიდერის განცხადებებს, რომლებმაც განაცხადეს, რომ თითქოს და ნიკა მელიამ თავი დააჭერინა სამართალდამცავ ორგანოებს, ხაზგასმით აღნიშნავ, ეს არის სიცრუე, ათეულობით პოლიციელი იღებდა მონაწილეობას ნიკათ ეგრეთ წოდებულ დაკავებაში, ვითხოვთ ასე ვთქვათ, გამოაშკაროს შინაგანსაკუთრებათა სამინისტრომ ჩანაწერები, ვიდეო ჩანაწერები, აქ იყო როგორც საპატრულო პოლიციის თანამშრომლები, ისე კრიმინალური პოლიციის თანამშრომლები, სამხრე კამერები ჰქონდათ მათ, იყო მანქანაზე ვიდეო რეგისტრატორები, როგორც პოლიციის მანქანებზე გულისხმობ, ასევე გულისხმობ ნიკას თანხმლებ მანქანას და მის კუთვნილ მანქანას 4 ვიდეო რეგისტრატორი არის მოხსნილი და წაღებული პოლიციის თანამშრომლების მიერ. მოვითხოვთ გასაჯაროვდეს ვიდეო მასალა. თუ კი ისინი სიმართლეს ამბობენ, თუ კი ნიკა გაგიჟდა და პოლიციის თანამშრომლებს დაუწყო
შეურაცხყოფის მიყენება თუ კი მისი მხრიდან იყო პროვოცირებული აღნიშნული ასე ვთქვათ დაკავება გაასაჯაროონ ვიდეო რეგისტრატორის ასე ვთქვათ ჩანაწერები რომლებიც 4 იყო კიდევ ერთხელ აღვნიშნავ ჩვენს ნიკა მელიას მანქანაში და მის თანხმობელ მანქანაში და ამის გარდა ათეულობით პოლიციელს სამხრე კამერები და უამრავი პოლიციის ვალდებულება როდესაც მსგავსი სახის დაკავებას ახორციელებს თვითონ მოახდინოს ვიდეო ფიქსაცია და უამრავ საქმეში ასეც არის თუმცა რა თქმა უნდა ეს არის მტკნარი სიცრუე რა თქმა უნდა ეს არის თვალებში ნაცრის შეყრა მოსახლეობისთვის და ნიკა მელია იყო გატაცებული იგი იყო უკანონოდ დაკავებული იყო ჩასაფრება მოხდარი არავითარ შეურაცხყოფა მისი მხრიდან არ განხორციელებულა და დღემდე მიუხედავად იმისა რომ ჩვენ წერილობით მოვითხოვეთ ყველა ორგანოდან შინაგან საქმეთა სამინისტროდან საპატრულო პოლიციიდან მთავარი სამმართველოდან პოლიციის მთავარი სამმართველო გადმოგვეცეს ის ვიდეო რეგისტრატორის ასე ვთქვათ ვიდეო რეგისტრატორები ასევე მობილური ტელეფონი რომელიც ნიკასგან იქნა ამოღებული დღემდე არც ოქმებს გვაძლევენ საერთოდ ჩვენ ცნობილი არ არის ხდომაც კი არ ჩანიშნულა რას აპირებს ამ ადმინისტრაციულ დავასთან დაკავშირებით პოლიცია არ იცით პოლიცია არათუ ხდომა არ ჩანიშნულა 48 საათზე მეტი გავიდა და დაცვის ხარეს მიუხედავად ჩვენი წერილობითი მოთხოვნისა არ გადმოგცემია არც ადმინისტრაციულ სამართალდამცავების ოქმი არც დოკუმენტური მტკიცებულები და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია არ გცემენ პასუხს და კიდევ ერთხელ ვამბობ თუ კი ნიკა მელიას მხრიდან ჰქონდა პროვოცირებას ადგილი თუ კი იგი შეურაცხყოფას აყენებდა პოლიციის თანამშრომლებს სად არის ასე ვთქვათ ვიდეო ჩანაწერები სად არის ვიდეო რეგისტრატორის მასალები რატომ არ არის გასაჯაროებული დღემდე როდესაც ეს პოლიციის ვალდებულებაა გიძლიერებთ თუ არა აი ეს ვითარება ეჭვებს რომ რეალურად ეს იყო ხელოვნურად პროვოცირებული პროცესი სხდომის წინა დღეს არათუ მიძლიერებს ეს არის 100%-იანი ჩვენ დარწმუნებული ვართ იმაში რასაც ვამბობთ ეს იყო უკანონოდ დაგეგმილი კრიმინალური ოპერაცია რომელიც გულისხმობდა ნიკას უკანონოდ დაკავებას მის გატაცებას ამიტომაც მოგლიჯეს მანქანებიდან ვიდეო ჩამწერი აპარატურა ამიტომაც ჩამოართვეს მობილური ტელეფონები ამიტომაც არ არის დღემდე გასაჯაროებული არავითარი კადრები წინააღმდეგ შემთხვევაში მარტივია ხომ თუკი პოლიციის თანამშრომლებს ჯერ როგორ მოხდა ისე რომ ჩასაფრება ჯერ როგორ მოხდა რომ ლისესთვის მიმდებარედ მანდამაინც ისე დაემთხვა რომ საპატრულო პოლიციის ეკიპაჟმა გააჩია ნიკა გაგიჟდა დაუწყო მათ გინება და ამ დროს ათეულობით პოლიციელი გაშდა ადგილზე ეხლა ამას ვინც დაიჯერებს თავისთავად ეხლა მარტივია ხო ყველაფერი ხელის გულზე და ჩვენ ამას სამართლებრივად გავდივართ ყველა ნაბიჯს ვინაიდან ვამზადებთ მასალებს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს თურმე ძალიან კარგი ასე ვთქვათ მოლოდინი არანაირი მოლოდინი არ გვაქვს რომ აქ ამ ქვეყანაში ამ ეტაპზე რაიმე სამართლებრივ შედეგი შეიძლება მიიღწიოს. მადლობა. დიდი მადლობა უსმენდით ნიკა მელიას ადვოკატს, რომელიც რამდენიმე წუთში შევა რუსთავის ციხეში მასთან, როგორც მოისმენთ დაანონსდა კიდევ ერთი საქმე ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოში ნიკა მელიას საქმის შემთხვევაში და ასევე მოისმენთ მისი ადვოკატისგან ისიც, რომ ჯერჯერობით უცნობია რას აპირებს პოლიცია იმ ადმინისტრაციულ დავასთან დაკავშირებით, რომელიც ნიკა მელიას სისხლის სამართლის საქმის სხდომის წინაღამეს წამოიწყო ოპოზიციონერი ლიდერის წინააღმდეგ და რაც გახდა მისი დაპატიმრების საბაბი მეორე დღეს კი ჩატარდა თბილისის საქალაქო სასამართლოში სხდომა და მას უკვე სისხლის სამართლის საქმეზე თეატრო ლუკიანის კომისიის საქმეზე უკვე აღკვეთით შეუცვალეს და ის ახლა რუსთავის ციხეში იმყოფება და აველოდებით ადვოკატების გამოსვლას ციხიდან და სავარაუდოდ ის გამოიტანს ბრალდებულის გზავნილებსაც საზოგადოებისთვის.